4 საათზე უკვე. მარიკა არევაძის საავტორო გადაცემა. უსამართლო სასამართლო. მოგესალმებით, დღეს პარასკევია და ხვდებით ერთმანეთს გირჩი ტივის ეთერში გადაცემით უსამართლო სასამართლო და დღეს გადაცემაში ჩვენ ვისაუბრებთ ზოგადად სასამართლოს როლზე საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ასევე დევნაზე, რომელიც დღეს ხორციელდება კანონის სახელით. ჩვენ ყველას გვახსოვს გუშინდელი კადრები, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მედია აკრძალულია უკვე და ამ კადრების გამოტანა ფაქტობრივად ვეღარ ხდება სასამართლოს დარბაზებიდან, მაგრამ გუშინ, როდესაც გიორგი მინდაძის განაჩენი გამოცხადდა, ყველას გვახსოვს რა ხდებოდა სასამართლოში და რამხელა ძალის გამოყენებით და ფაქტობრივად შეიძლება ითქვას ძალადობით ადამიანებს ყრიდა მანდატური სამსახური სასამართლოს დერეფნებიდან და სასამართლოს ეზოდან აბსოლუტურად უმიზეზოდ და ახორციელებდა ამ ადამიანებზე ფიზიკურ ძალადობას, მეტიც ერთი ადამიანი საავადმყოფოშიც გახდა გადასაყვანი მიყენებული დაზიანების ბებიდან გამომდინარე. დიახ, ამ ყველაფერს წინ უსწრებდა ის, რომ სასამართლოში აიკრძალა ფოტო, ვიდეო გადაღება, ანუ მედიის მიერ პროცესების გაშუქება, რადგან პროცესები აჩვენებდა იმ რეალობას, რაც ხდება დღეს სასამართლო სისტემაში და რაც ხდება დღეს საქართველოში. რადგან მედიის იქ ყოფნა თვალნათელს ხდიდა თუ რამდენად აბსურდული ბრალის ფარგლებში ედავებიან ათობით ადამიანს და ემუქრებიან მრავალწლიანი სასჯელებით. რადგან მედიის მუშაობა შესაძლებელს ხდიდა, რომ ბევრ ადამიანს დაენახა ის ძალადობა, რაც ყოველდღიურად ხდებოდა სასამართლოს და ხდება დღესაც სასამართლოს ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ მედია გაშუქების შესაძლებლობა აიკრძალა და ამ დრომდე ის თუნდაც არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებული კანონის ფარგლებში სპეციალური გადაღების შესაძლებლობა, რომელიც არის დაშვებული, ამ დრომდე იუსტიციის საბჭოს არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ და რა ფორმით მოახდენს პირველი ამ სხდომების გადაღებას და შემდგომ უკვე მედიებისთვის გადაღებული მასალის მიწოდებას და გადაცემას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ის უსამართლობა, რაც სასამართლოში დღეს ხდება, არ იქნას გამოტანილი და ის არაპროფესიონალიზმი, არაკეთილსინდისიერება და სხვა არ იყოს დანახული ფართო საზოგადოების მიერ. დღეს გადაცემაში საუბარი გვექნება სწორედ ამაზე, დევნა კანონის სახელით და რა თქმა უნდა სასამართლოს როლი მთელს იმ პროცესში, რაც დღეს საქართველოში ხდება და რა რეალობაშიც ვართ დღეს და გადაცემის სტუმარი არის თენგო თევზაძე, კონსტიტუციონალისტი და პარტია ახალის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე. პირველ რიგში მოგესალმები თენგო და მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმები, მივესალმები შენს გადაცემასაც და მაყურებელსაც, ვინაიდან ყველა პლატფორმა და ყველა შესაძლებლობა, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე, ობიექტური ინფორმაცია, კვალიფიციური ინფორმაცია, არის მნიშვნელოვანი და გისურვებთ წარმატებას, ვინაიდან დღეს მიუხედავად იმ სამწუხარო რეალობისა კიდევ არის ადგილები და მათ შორის ეს ადგილი გირჩი ტივი, რომელიცაც ჩვენ ვიყენებთ იმისათვის, რომ შეიძლება შეზღუდულ რაოდენობა საზოგადოებისა, მაგრამ მივაწოდოთ ობიექტური, კეთილსინდისიერი და სამართლიანი ინფორმაცია, რაც არის მნიშვნელოვანი და გისურვებთ წარმატებას და მადლობა მოწვევისთვის. იმედი მაქვს, რომ ჩემი სტუმრობა დამატებით ახალ მაყურებელს და იმ ადამიანებს გააჩენს, ვინც დაინტერესდება როგორც გადაცემით, ასევე ჩვენი პარტიით, გირჩი ტივით, კოალიციით და ეს იქნება მნიშვნელოვანი. მადლობა თენგო და ამ კეთილი სურვილების მერე რომ დაუბრუნდეთ იმ რეალობას, რაშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით. პირველ რიგში კითხვა მექნება შენთან როგორც კონსტიტუციონალისტთან, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა არის ხელისუფლების ერთ-ერთი შტო, რომელიც ვალდებულია და პასუხისგებელია იმაზე, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები იქნეს დაცული, ქვეყანაში მართლმსაჯულება იქნეს განხორციელებული და ასე ვთქვათ, სამართლიანობა
ხელისუფლება იქნას მიღწეული. დღეს ჩვენ რას ვხედავთ? სასამართლო სისტემა ფაქტობრივად გამოიყენება, არის ერთი რგოლი, ასე ვთქვათ, სადამსჯელო მექანიზმში, რომელიც ქართულ ოცნებას აქვს აწყობილი. თავდაპირველად ხდება ადმინისტრაციული წესით, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობით ადამიანების ან დაკავება, ან დაჯარიმება, ან პროკურატურის მიერ სისხლის წესით დაკავება, შემდგომ ეს საქმეები მოდის სასამართლოში. სასამართლო ფაქტობრივად ყურადღებას არ აქცევს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და ჩვენს მქონია გამოცდილება, მაგალითად ანი ქავთარაძის და თორნიკე ხვიტარიძის შემთხვევაში, სადაც ორივე წარმომადგენელი ვიყავით ამ ადამიანების, სადაც მტკიცებულებებს უკვე არ აქვს არავითარი მნიშვნელობა და მოსამართლეები ფაქტობრივად აცხადებენ წინასწარ სადღაც მიღებულ გადაწყვეტილებებს. რა ხდება დღეს სასამართლოში და რამდენად მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი სასამართლო ჩვენი ქვეყნისთვის? შენ კითხვაში ფაქტიურად ახსნილია ის, რაც ხდება დღეს სასამართლოში, მაგრამ დამატებით აუცილებელია ვისაუბროთ იმაზე, რატომ ხდება და რა არის მისი საფუძველი. ჩვენ ერთ-ერთი თავის ტკივილი, მთავარი რაც დღეს გვაქვს, ეს არის მართლმსაჯულების სისტემა და სასამართლო ხელისუფლება. როცა ვსაუბრობთ ხელისუფლების ჰორიზონტალურ დანაწილების პრინციპზე და უშვებთ იმას, რომ ძალაუფლება გამიჯნული უნდა იყოს ხელისუფლების შტოებს შორის, ამ დაშვებით და ესეა თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოები, ამ დაშვებით, ასე ვთქვათ, ფასდებიან ისინი რამდენად დემოკრატიულია თუ არადემოკრატიულია, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მართლმსაჯულება და სასამართლო ხელისუფლება ეს არის დამოუკიდებელი, რომელიც არ მიცემდა ავტორიტარიზმის გზაზე, ან დიქტატურის გზაზე, ან უბრალოდ იმ ხელისუფლებებს, რომელსაც უნდა რომ უგულველყოს ადამიანის უფლებები და თავისუფლებები და შეზღუდავდა მსგავს გადაცდომებს. ანუ ადამიანის უფლებებში ჩარევის ხარისხის გაზრდას და ამის შემზღუდველი უნდა იყოს სასამართლო. და ჩვენ რას ვხედავთ? სასამართლო არამხოლოდ ხელისუფლებების და ამ შემთხვევაში ქართული ოცნების თავზე ხელაღებულობას ამართლებს, არამედ ჩვენ ხედავთ, რომ ფაქტურად სასამართლო თვით შეზღუდვაზეა, როგორც ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი შტო გადასული და რას გულისხმობთ თვით შეზღუდვაზე. როდესაც ჩვენ საუბრობთ სამართლიან სასამართლოზე და თქვენი გადაცემის რუბრიკის სახელიც უსამართლო სასამართლოა, ხო? ჩვენ როცა საუბრობთ, უნდა ვისაუბროთ სამართლიან სასამართლოზე, ჩვენ დაშვების დონეზე ვსაუბრობთ იმას, რომ სამართლიანი სასამართლოს პრინციპები უნდა იყოს დაცული. და სამართლიანი სასამართლოს პრინციპების დაცვა მარტო მხარეების კარგად წარმოჩენა ან მტკიცებულებების წარდგენა კი არ არის. ვიცით, რომ აუცილებელია ორი მთავარი პრინციპი სხვა პრინციპებთან ერთად და ახლა ამ ორ პრინციპზე გავამახვილებ ყურადღებას. პირველი ეს არის ხელმისაწვდომობა და მეორე ეს არის საჯაროობა. და ეს ორივე პრინციპი სამართლიანი სასამართლოსი არის უგულველყოფილი. ერთი, რასაც გულისხმობთ საჯაროობას, ფაქტურად ახსენე და გეთანხმები, რომ ფოტო-ვიდეო გადაღება შეიზღუდა და დღეს ონისე ცხადაძის განცხადება სასამართლოზე არის ის, რომ საზოგადოებას გაუჩინოს აღქმა ენდოს თუ არა სასამართლო ხელისუფლებას. საჯაროობა რისთვის სჭირდება? რატომ შეუძლია სასამართლოზე დაესწროს? მაშინ სადღაც ოთახებში გადაწყდებოდა მტკვარ-მართალი, ხო? სასამართლო საჯარო უნდა იყოს იმიტომ, რომ არა მხოლოდ მხარეებს კონდეს მის მიმართ დობა, არამედ ყველა დაინტერესებულ პირს კონდეს მის მიმართ დობა. და მეორე, ხელმისაწვდომობა რასაც ქვია. ხელმისაწვდომობა ნიშნავს იმას, რომ ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს ერთი მხრივ, აი ძალიან მარტივ გასაგებ ენაზე ვისაუბრო, სერვისი მიიღოს. თუ ადამიანი ფიქრობს, რომ სახელმწიფო მის უფლებებში ჩაერია და ის ზღვარი რაც არის დადგენილი, ხო, თანასწორობის ნაწილში იქნება თუ სხვა ნაწილში და კანონი არის გამოსადეგი, კანონი არის აუცილებელი, პროპორციულობის პრინციპი არის დაცული თუ შესაბამისია საკანონმდებლო აქტებთან და კონსტიტუციასთან, ამ ოთხ ასე თქვა და გასაზომად პრინციპზე დგას ადამიანის უფლებებში ჩარევის ზღვარი. ეს უნდა შეფასდეს და ხელმისაწვდომობაც ამას გულისხმობს, საჯაროობაც ამას გულისხმობს. მხარეები რომ თანასწორ პირობებში არ არიან, კიდე ცალკე საკითხი და ამაზეც ალბათ ვისაუბრებთ. აქედან გამომდინარე ხელისუფლებამ გადაწყვიტა ჩაეკეტა პროცესი, იმიტომ რომ ორნისეს განცხადება საზოგადოებისთვის არ ყოფილიყო საჯარო, არ მოგვესმინა, იმიტომ რომ ერთია, რასაც კითხულობ და მეორეა, როცა უშუალო ადრესატი
გვიყვება იმას, მის განცდებს, მის შეხედულებას, მის პოზიციას და ჩვენ მსმენასთან ერთად ვიზუალს აღიქვავთ. ამიტომ სასამართლოების საჯარო და უნდა იყოს საჯარო და ვიცით რა შემთხვევაში შეიძლება იყოს არასაჯარო, ხო დაიკეტოს ხოლმე თუ პერსონალური საკითხებს ეხება, სახელმწიფო საიდუმლოებას ეხება და სხვა სასამართლოს გადაწყვეტილებს. სამწუხაროა ეს კანონი არის არაკონსტიტუციური და იმ კანონების წყება, რომელიც მიიღო სასამართლოსთან დაკავშირებით ქართულმა ოცნებამ დაჩქარებული წესით არ არის გამოსადეგი, არ იყო მისი აუცილებლობა, ხდება ადამიანის უფლებებში ჩარევა იმაზე მეტად, ანუ პროპორციული არ არის იმაზე მეტად, ვიდრე უნდა ხდებოდეს და ასევე არ შეესაბამება კონსტიტუციას. კი ბატონო, სწორედ აი საკანონმდებლო ცვლილებები ახსენე და ამაზე მინდოდა ერთ-ერთი საკითხი, რაც მინდა რომ გავშალოთ. ჩვენ ვხედავთ, თუნდაც ბოლო თვეების მაგალითი რო ავიღოთ, ვხედავთ მოცემულობას, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება, სადაც დაინახავს, რომ პროტესტს ვერ ერევა, დაჩქარებული წესით ახორციელებს ცვლილებებს იმისათვის, რომ დააშინოს რაღაცა ბერკეტების შექმნას, ზემოქმედების ბერკეტების შექმნას ამ ადამიანებზე. ხო, ჯერ თავიდან ნახეთ, რომ იგივე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლის შესაბამისადაც ჯარიმების რაოდენობა ფაქტობრივად გაათმაგდა. თუ ეგრეთ წოდებული გზის გადაკეტვის საქმეებზე მანამდე ჯარიმა იყო 500 ლარი, ახლა გახდა 5000, ხო? ეს ერთ-ერთი პირველი ცვლილება იყო, რომელიც განახორციელეს და გარდა ამისა გაზარდეს ადმინისტრაციული პატიმრობების ვადები. ჩვენ ვხედავთ ასევე იმას, რომ სასამართლო რომ გადატვირთეს ამდენი საქმით, თავდაპირველად იყო ესეთი მექანიზმი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ჯარიმას თვითონ ვერ წერდა, მიმართავდა სასამართლოს და პროცესის ჩატარება იყო აუცილებელი. სასამართლოს მოხსნეს ეს, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა და ვალდებულება უფრო ამათ პირობებში გადაიტანეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. შემდგომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავად ვეღარ აუდის უკვე ამ მასალებს, ამ საქმეებს, ამ საქმის წარმოებებს და ისევ დაჩქარებული წესით ცვლილებები შეიტანეს და უკან დააბრუნეს. ამის სასამართლოში. ამის პარალელურად შეცვალეს სასამართლოში საჯაროობის საკითხები, ხო, ფოტო-ვიდეო გადაღება და მედიის დაშვება უკვე ფაქტობრივად შეუძლებელია. შეცვალეს აზრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გარკვეული საკითხები. შეცვალეს საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ნორმები, ანუ ყველგან სადაც ის წააწყდება პრობლემას, რომელსაც ვერ ერევა, კანონის სახელით ახორციელებს დევნას. რას ნიშნავს ეს ცვლილებები და როგორ შეიძლება რომ დაუპირისპირდეთ მას? ამ ცვლილებებს სამართლებრივთან ერთად პოლიტიკური სარჩული აქვს და მოდი ახლა თავს მოვიტყუებთ, თქვენს მაყურებელს და მსმენელსაც მოვატყუებთ, თუ ვისაუბრებთ იმას, რომ ამას აქვს მხოლოდ რაღაცა სამართლებრივი საფუძველი. პირველ რიგში, ამას აქვს პოლიტიკური სარჩული იქიდან გამომდინარე, რომ აქტივისტებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა, მათმა წევრებმა, ლიდერებმა აჩვენეს დაუმორჩილებლობის მაგალითი. სამწუხაროა, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილში ეს საქმე არ ხდება და ასევე სამწუხაროა, რომ ჩვენი მხრიდან, ანუ კრიტიკული მედია, ოპოზიციური მედია, სხვადასხვა პლატფორმები არ ავრცელებენ ამას როგორც სამაგალითო დაუმორჩილებლობას. მე არ ვიცი, არც მახსენდება, ბევრი გაფიცვა სხვა არის. მე არ გულისხმობ გაფიცვას. მე ვამბობ დაუმორჩილებლობას. გაფიცვა არის კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლება და ადამიანს აქვს პირთა წრეს აქვს უფლება გაიფიცოს. ვიცით რომ ექიმი, სამხედრო, პოლიცია, საჯარო ხელებს არ შეუძლიათ, მაგრამ პირთა წრეს შეუძლია გაიფიცოს. ეს არ არის გაფიცვა. ეს არის დაუმორჩილებლობა. და დაუმორჩილებლობის კარგ მაგალითს აჩვენებს რეჟიმს, რომელსაც აშკარად აწუხებს. წარმოიდგინეთ აქტივისტების პოლიტიკოსების ეს დაუმორჩილებლობა რო არ აწუხებდეს, მაშინ რატომ მიიღებდა ესეთ შემზღუდველ და არაკონსტიტუციურ კანონებს ხელისუფლება? ახლა რაც შეეხება ამ კანონებს არალეგიტიმური ხელისუფლება, მოდი ესე ვთქვათ, ის მხარე, რომელიც ახლა მართავს ხელისუფლებას, ხო? თუ ჩვენ კანონს უწოდებთ, ანუ მის ხელშია სამწუხაროდ მიტაცებული ძალაუფლება, ხო? ახლა ვისაუბროთ, რას აკეთებს ქართული ოცნება ამ ნაწილში და რაც თქვენ ჩამოთვალეთ. პირველი ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ეხება ჯარიმის გაზრდას და ჯარიმების კონვეირული სისტემით გამოწერას, ხო? ამან არ იმუშავა. რა თქმა უნდა, ვიღაცები შეშინდნენ, ვიღაცები თავს არიდებენ, ლოგიკურია, ჩვეულებრივია, წარმოიდგინეთ, ეს ჯარიმა უდრის დაახლოებით 6 თვის ხელფასი მასწავლებლის, 9 თვის ხელფასი მოლარე ოპერატორის,
3 თვის ხელფასი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტობუსის თუ სამაშველო ტაქსის მძღოლის და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ, ესეთი არაპროპორციული ჯარიმები ევროპულ სახელმწიფოებში არ არის, გამორიცხულია, რომ ეს არის ემსახურება არა დამაშინებელი ეფექტი შექმნა მაგას ემსახურება, რომ შექმნან და გააჩინონ შიში. ამან არ იმუშავა. ამის შემდეგ გაზარდეს ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები სხვადასხვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით. საერთოდ ეს კოდექსი და ჩვენ უნდა შევპირდეთ ჩვენს მოქალაქეებს, მენდელს, ამორჩეველს, ეს კოდექსი უნდა გადაიხედოს და ამ კოდექსის რეფორმირებაში, რომელიც 86 წელსაა მიღებული, უნდა მიიღოს იმ ადამიანებმა მონაწილეობა, რომელიც ამას აქტიურად აპროტესტებს და მათ შორის ჩვენც, იმიტომ რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსი არ გამოხატავდეს ადმინისტრაციულ პროცესს მთლიანად. არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსი მარტო ჯარიმა ხო არ არის, არა და შიშის ეფექტს ხო უნდა აჩენდეს. ადმინისტრაციულ წესრიგს უნდა გულისხმობდეს საზოგადოებაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მესამე საკითხი და ეს კიდევ ერთი დაშინა. ამანაც არის კი ამ რეფორმის ნაწილში უბრალოდ ჩაგერთვები არ დაივიწყო, რაც უნდა თქვა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მუშაობდით ზუსტად წინასაარჩევნო პერიოდს, საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდს გულისხმობ, გვაქვს ჩვენი ხედვა და აუცილებელია, რაც აღნიშნე ის, რომ ამ ხედვაში, ამ პროექტში მერე ფართო განხილვები მოყვეს და ჩართული იყვნენ სწორედ ის ადამიანები, რომლებმაც საკუთარ თავზე იგემეს ამ კანონის სიმკაცრე, ასე ვთქვათ და უსამართლობა. რა თქმა უნდა, აუცილებელია და ფართო საზოგადოებრივი განხილვაც უნდა მოყვეს, ხო? რომელიმე პარტიის ოფისში არ უნდა იწერებოდეს კანონები და შემდეგ როგორც ხედავთ ახლა ეგრეთ წოდებულ პარლამენტში, ბიძინა ივანიშვილის პარლამენტში, როგორც ხედავთ, მლიქნელობით არიან მხოლოდ დაკავებული და პულზე ხელის მიწერით, რომ კანონი მიიღონ თუ არა. მათი კვალიფიკაცია, მათი ცნობა, საერთოდ ვინ არის ნაწილი მათგან საზოგადოება საერთოდ არ იცნობს, ნაწილი მათგანს იცნობს, მაგრამ არა კანონშემოქმედებიდან გამომდინარე ან პოლიტიკური თუ საპარლამენტო საქმიანობიდან გამომდინარე, არამედ სპორტით, ხელოვნებით, კულტურით და ასე შემდეგ, რაც არ არის პირდაპირ პროპორციული, რა თქმა უნდა, ხალხის არჩევანია, ვინ ეყოლება სამართლიანი არჩევნების შემთხვევაში მომავალში მისი წარმომადგენელი პარლამენტში, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებზე მუშაობდნენ ის ადამიანები, ვინც ამ საკითხებში ერკვევა, ხო, ეს აუცილებელი და მნიშვნელოვანია. გავაგრძელებ იმით, რაც ახლა მოხდება და დარწმუნებული ვარ ისინი, რა თქმა უნდა, დაჩქარებულ წესით ამ კანონ პროექტსაც მიიღებენ, ანუ ანცვლებას, როდესაც ჯარიმის არ გადახდეს შემთხვევაში, პატიმრობას ითვალისწინებს და გაითვალისწინებს გაუგონარი, აი პირდაპირ ვამბობ, გაუგონარი ჩარევა ადამიანის უფლებებში და თავისუფლებებში. ეს აი პირველი კურსის სტუდენტისთვის, რომელსაც და ორივე ვართ აკადემიური საქმიანობით დაკავებული, კონსტიტუციურ სამართალში, შესავალ საკონსტიტუციო სამართალში, როცა კაზუსს შევიტან და გავლილი აქვს სტუდენტს ნორმატიული აქტების იერარქია და კონსტიტუციასთან კანონის შესაბამისობაში მოყვანის, ასე ვთქვათ, ეს კი, საკითხი და თემა, რაც სილაბუსებით არის ხოლმე გათვალისწინებული, კაზუსში თუ ამას ვერ დაწეს, რომ არაკონსტიტუციურია, მას აღარ შეფასება არ ექნება. წარმოიდგინეთ, რას ვამბობთ, რომ შეიძლება ადამიანმა ჯარიმა ვერ გადაიხადოს, იმიტომ რომ უბრალოდ ეს მას არ ქონდა შემოსავალი. კი, მაგრამ ჩვენს პენსიონერი დააჯარიმეს, მაგალითად, რომელიც ვერ გადაიხადეს თავის ან ადამიანმა ჯარიმა ვერ გადაიხადოს, იმიტომ რომ ეს ჯარიმა მას გონია უსამართლო. და ამისთვის არის ანგარიში უყადაღდება, მერე ჩამოეჭრება და ასე შემდეგ, ხო? ჯარიმის გადახდაც კი რაღაც კუთხით ახლა შორს წაგვიყვას ამაზე მსჯელობა. ადამიანის უფლება, როგორ მიიღებს მას მისი აღსრულება არის სახელმწიფოს ვალდებულება. ხვდებით, ხო, ისი თქმა მინდა. ანუ სიხარული ვის უხარია ჯარიმის გადახდა? ხო არავის არ უხარია. აღსრულება სახელმწიფოს ვალდებულება. და სახელმწიფო რას ამბობს, როგორ აღვასრულებ ამ პასუხისგებლობას და ვალდებულებასო ადამიანი უნდა დავაკავო ამის გამო და შეუზღუდო კიდევ უფრო მეტად თავისუფლება. რაც აბსურდულია, არაკონსტიტუციურია და ამაზე ეხლა მსჯელობა მომავალშიც მოგვიწევს დარწმუნებული ვარ, მაგრამ რეალურად ემსახურება იმას, რომ პირველმა ორმა ვერ იმუშავა ეფექტიანად და ახლა უნდათ რომ ამ მასშტაბის ჩარევა იყოს. ვერაფერმა ვერ იმუშავა, მიუხედავად საკმაოდ ამოქმედებული რეპრესიებისა, მათ შორის ტიტუშკები, რომელიც საწყის ეტაპზე იყვნენ გამოყენებული და პერიოდულად და კანტიკუნდათ ახლაც ჩანან, ფაქტობრივად ვერ იმუშავა ვერც ერთმა იმ მექანიზმმა, რომელიც დასხდნენ ამ პარტიაში თუ სადაც ხდებიან, მოიფიქრეს, რომ აი ხა დღეს რა გავაფუჭოთ, სად შევზღუდოთ, რა შევზღუდოთ, ვიზე რა გავლენა მოვახდინოთ.
ამ ყველაფერმა არ იმუშავა და უკვე 216-17 დღეა რუსთაველიც იკეტება, საერთო სახალხო დაუმორჩილებლობაც არის, პოლიტიკური პარტიების მიერ არ თანამშრომლობა ფაქტობრივად სრული გამოცხადებული და ეს თანმიმდევრულობა, როგორც მათი მხრიდან რეპრესიების გაზრდის, ჩვენი მხრიდანაც ალბათ მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობის დაპირისპირება, ხო? ეხლა მინდა უკვე კითხო როგორც პოლიტიკოს ამ ნაწილში, ჩვენი კოალიცია მივდივართ თანმიმდევრულად. არ თანამშრომლობის და ამათი დელეგიტიმაციის, ანუ ქართული ოცნებისთვის ლეგიტიმაციის არ მიცემის ნაწილში, რასაც თავისი ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება. ამას აკეთებდნენ სხვადასხვა პარტიები. დღეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი დგას დღის წესრიგში, ხო? რომელიც უკავშირდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენი პოზიცია არის ის, რომ გავაგრძელოთ არ თანამშრომლობა და არ უნდა შევიდეთ, არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა და ამით ქართულ ოცნებას არ უნდა შეუსრულოთ თავიანთი ამჟამინდელი ოცნება და არ უნდა მივანიჭოთ გარკვეული ლეგიტიმაცია. განსხვავებული პოზიციებია სხვადასხვა კონკრეტულად პოლიტიკურ ორ სუბიექტთან მიმართებით, ხო? რატომ არის მნიშვნელოვანი არ თანამშრომლობის გაგრძელება და თანმიმდევრულობა დღეს პოლიტიკურ ველზე? სამ ნაწილად გავუყოფ თქვენ შეკითხვას თუ შეიძლება. მე არა ვარ სტანდარტული ჟურნალისტი, ანუ საერთოდ არა ვარ ჟურნალისტი და ცოტა მსჯელობაში შემოვიდი. კი, ძალიან კარგია. მე უფრო საინტერესოა ჩემი აზრით, არა რაღაცა კონკრეტულად მოჭრილი შეკითხვები, არამედ მსჯელობა და დისკუსია და სადისკუსიო საკითხებია ზუსტად და აი ეს საკითხი რა შეკითხვაც თუ მოსაზრება ჩვენ გამოხატე ზუსტად მსჯელობას და გაშლას საჭიროებს. პირველი, ეს არის რა გააკეთა, ანუ თუ არჩევნებში არ შევდივართ, რა გააკეთა იმ ოპოზიციამ, ვინც არჩევნებში არ შედის. ანუ ეს არის კითხვა. ამ ნაწილში პასუხი არის შემდეგი. ჩვენ, მე და შენ, სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა, ჩვენმა კოალიციამ, ახალმა, გირჩმა, დროამ, სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა ჩვენ შევძელით ის, რომ ჩვენი ასე ვთქვათ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქართული ოცნება ვერ მიიღო ლეგიტიმაცია ვერც ქვეყნის გარეთ, ვერც ქვეყნის შიგნით და ძალიან აწუხებს და მეცაც გეტყვით დაგვემუქრნენ, ვინც ამ პარლამენტს არ აღიარებსო და არ აღიარა, ყველას დავიჭერთ, ხო? პრემიერ-მინისტრად წოდებულმა ირაკლი კობახიძემ თქვა ეს. ანუ ეს არის პირველი რაც გავაკეთეთ. მეორე დაუმორჩილებლობის მაგალითი ვაჩვენეთ და ამ დაუმორჩილებლობის მაგალითზე ამ მომენტისთვის 7 პოლიტიკოსი არის ციხეში, იმიტომ რომ არ ითანამშრომლა რეჟიმთან და არ აღიარებს ამ ეგრეთ წოდებულ პარლამენტს და ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელს ირაკლი კობახიძეს და ისინი ციხეშია, ერთი ქვეყნის გარეთ არის და ეს ფაქტია, ხო, ეს რეალობაა. მესამე საკითხი მნიშვნელოვანი უწყვეტი პროტესტი და ამ პროტესტში მონაწილეობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არაღიარება და არ თანამშრომლობა და მეოთხე საკითხი არის ის, რომ ჩვენ 8 პროდასავლურმა პოლიტიკურმა პარტიამ გავაკეთეთ განცხადება, რომ ამ კრიმინალურ არჩევნებში არ მივიღებთ მონაწილეობას. განა არჩევნებში მონაწილეობის სურვილი არ გვაქვს. პირიქით, გვაქვს სურვილი და დარწმუნებული ვარ, იქნება, რომ არჩევნებში მიიღოს ზოგადად მონაწილეობა. რომ სამართლიან და ობიექტურ არჩევნებში სამართლიანი არბიტრით, ანუ საარჩევნო ადმინისტრაციით ჩვენ ქართულ ოცნებას დავამარცხებთ, ოღონ აუცილებლად სამართლიანი უნდა იყოს. და ამასაც ვითხოვთ. ჩვენ ვითხოვთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს, თუნდაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ოღონდ სამართლიანი თამაშის წესებით და არ უნდა დავივიწყოთ პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც ამ მოთხოვნის გამო არიან ციხეში. მათ შორის იმის გამო, რომ საქართველოს უარყო საქართველოს არა ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოს აღარ ივლის ევროინტეგრაციის გზაზე, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. და მესამე ნაწილი თქვენი შეკითხვის არის ის, რომ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ. თანმიმდევრულობაო, თქვენ ახსენეთ, ეს არის სწორი შეფასება, უნდა ვიყო თანმიმდევრულობი და პრინციპულები. ერთი აღელვებს არაღიარება და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ არაღიარების და თანამშრომლობის გზა, ეს ერთი. მეორე, ქართულ ოცნებას აწუხებს ის, რომ ერთპარტიულია და რისკი აქვს ის, რომ არჩევნებიც რეალურად ერთპარტიული იყოს, თუ ის ოპოზიცია, რომელიც თქვენ თქვით არ მიიღებს მონაწილეობას, იმ შემთხვევაში თუ მიიღებს ოპოზიცია ნაწილი, ორი პარტია, 8 არ იღებს, ხო, გაცხადებული 2
ერთი ამბობს რომ მიიღებს, მეორე ვარაუდობს რომ მიიღებს. ამ შემთხვევაში ისინი იქნებიან რეჟიმთან მოთანამშრომლე პოლიტიკური პარტიები და ჩვენ ესეთი გვინახავს სხვადასხვა დროს პარტიები საქართველოს უახლოეს ისტორიაში, რომელიც რეჟიმთან თანამშრომლობდნენ და ეხლა როგორც პარტიები საერთოდ აღარ ფუნქციონირებენ. შეიძლება სადღაც რეესტრში წერია, რომ ესეთი პარტია არსებობდა ან ახლაც არსებობს. მაგრამ როგორც პოლიტიკური პროცესის მონაწილე გაქრნენ და ეს მოხდება. ესე მოხდება, რომ გავა წლები და მე ღრმათ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებთ, ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ, რომ გავა წლები ამ პარტიების ნაბიჯები შეფასდება როგორც რეჟიმთან თანამშრომლობა. და ჩვენი 8 პოლიტიკური პარტიის ნაბიჯი შეფასდება როგორც რეჟიმის წინააღმდეგობა. ანუ თქვენი მესამე შეკითხვის პასუხი არის წინააღმდეგობის თანმიმდევრული გაგრძელება. და ეს წინააღმდეგობა იმას არნიშნავს, რომ ჩვენ ჯიბეში ჩავიყოთ ხელებს და დაველოდებით ქართული ოცნება როგორ გაიფორმებს კიდევ ერთ ყალბ გამარჯვებას. ოღონდ აქ უკვე არჩევნები კი არ იქნება ყალბი მხოლოდ. მთლიანად პროცესი იქნება ყალბი და ქართულ ოცნებას უნდა რომ ყალბად გაიფორმოს ადგილობრივ დონეზე ხელისუფლება. საბოლოო ჯამში ჩვენ როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე ცენტრალურ დონეზე ქართულ ოცნებას გამოვართმევთ ამ ხელისუფლებას სამართლიანი არჩევნების პირობებში და ამას კი ბატონო, ეს არის მნიშვნელოვანი მოთხოვნა სწორედ იმ საპროტესტო საზოგადოების, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში უკვე მე რამდენი დღეა ახორციელებს პროტესტს, ხო? მათ შორის რუსთაველის გამზირზე, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები შესაბამისი პირობებით და მეორე არა, ორივე პირველია პრინციპში რეჟიმის პატიმრების თავისუფლება, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს არაერთი ათობით რეჟიმის პატიმარი და უკვე მესამე შემთხვევა, როდესაც რეჟიმის პატიმრის ოჯახის წევრი მშობელი იქნა გარდაცვლილი და მე აქედან კიდევ ერთხელ ვიზიარებ იმ წუხარებას, რომელიც დღეს უკვე ცხადაძეების ოჯახს მოუწია, რომ გადაიტანოს. ხო, რეჟიმის პატიმრების საკითხს რო დავუბრუნდეთ და უფრო მეტად გავშალოთ, ერთი არის, რომ იჭერს მოქალაქეებს იმისათვის, რომ რეპრესიები გაზარდოს და იმისათვის, რომ სხვა მოქალაქეები დააშინოს. ხო, იჭერს ადამიანებს, მოქალაქეებს, აქტიურ, ასე ვთქვათ, აქტივისტებს და ასე შემდგომ. მეორე არის უკვე პოლიტიკოსების დაკავებები და თან საფუძველსაც ხო გააჩნია ამ დაკავებების, არა? არალეგიტიმურ პარლამენტში შექმნილია კომისია, რომელიც ფორმალურადაც, ანუ იმავე პარლამენტის, რასაც თვითონ აღიარებენ, რეგლამენტით გათვალისწინებულ წესებს ვერ აკმაყოფილებს, ხო? ამ რეგლამენტში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ კომისია, საპარლამენტო კომისია, საგამოძიებო კომისიაში არანაკლებ ნახევარი უნდა იყოს ოპოზიციური პარტიებიდან. ჩვენ დღეს გვაქვს მოცემულობა, თავდაპირველად როდესაც ეს კომისია შექმნეს, უბრალოდ იქ ოპოზიცია არ არსებობდა, გარდა ფორმალურად, ასე ვთქვათ, მანდატების შეწყვეტაზე არ ჰქონდათ დაწერილი განცხადება გახარია საქართველოსთვის, თუმცა აი ბოლოს ხდომა, როდესაც ჩატარდა, უკვე არც ამ პოლიტიკურ სუბიექტს აღარ ყავდა წარმომადგენლები, იმიტომ რომ მანდატები იქნა შეწყვეტილი, ანუ კომისიას უკვე ის ორი წარმომადგენელიც, რომელიც ნახევარი სულაც არ არის, მაგრამ ის ორი წარმომადგენელიც არ ყავდა. აი ამ აბსურდული კანონის ფარგლებიდან გასული, სხვათა შორის მე მახსენდება, პრინციპში რა არის გასაკვირი, როდესაც იუსტიციის მინისტრომ იურიდიული განათლება სჭირდებოდა და ამას ითხოვდა კანონი, ქართული ოცნება რომ მოვიდა ხელისუფლებაში, ყავდა იუსტიციის მინისტრი, იგივე კომისიის თავმჯდომარე, სხვათა შორის, რომელსაც არ ჰქონდა იურიდიული განათლება და როგორც მაშინ უგულვებელყვეს კანონი და შემდგომ მოირგეს, ფაქტობრივად ისე იქცევიან და ისე ასრულებენ ამ თავის მოღვაწეობას, საქმიანობას, ხო? მოკლედ შემიკითხვა მდგომარეობს იმაში, რასთან გვაქვს საქმე პოლიტიკური პარტიების ლიდერების დაჭერებთან მიმართებით და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან ზოგად პროცესზე. ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს მოაწყო რაღაცა მასკარადი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან და მას არანაირი კავშირი არ აქვს რაიმე სახის პროცესთან, რომელმაც შეიძლება საბოლოო ჯამში ვინმე სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა დააყენოს. დავიწყოთ თავიდან. პირველ რიგში ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, მაგრამ დაუშვათ ამ პარლამენტს ვინმე აღიარებს და თვლის რომ ლეგიტიმურია. ამ პარლამენტში ფორმალურადად კი არა, უკვე ოფიციალურად აღარა. დღეის მდგომარეობით იმ 12-ად შეუწყდა ვინც იყო. ანუ დღეის მდგომარეობით და მათ შორის საქართველოს კონსტიტუციით და იმ 2017-18 წლების ცვლილებებით და სარედაქციო ცვლილებებით, რომელიც შევიდა, ამბობს, რომ პოლიტიკურ პარტიას შეუძლია მხოლოდ შექმნას ერთი ფრაქცია, რომელმა პარტიამაც, ანუ
ამ მოცემულობით, რომ სამართლიანი არჩევნები ყოფილიყო ის რაც ჩატარდა 26 ოქტომბერს, მხოლოდ 5 ფრაქცია იქნებოდა, ხო, ერთი იქნებოდა უმრავლესობა, რომელსაც თუ იქნებოდა უმრავლესობა, დანარჩენი 4 ჩაითვლებოდა ოპოზიციით. ან პირიქით კოალიციური ხელისუფლება იქნებოდა და სხვები შექმნილი ქართული ოცნება იქნებოდა ოპოზიციაში. ამ შემთხვევაში მივყვეთ ნაბიჯ განმარტებას. ამ შემთხვევაში და მათ შორის საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს წესს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტთან ერთად თუ როგორ ფუნქციონირებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რა არის მისი მანდატი და ასევე მანდატთან ერთად როგორია მისი კომპოზიცია. სადაც წერია რომ უმრავლესობა უმცირესობაზე ბევრნი არ უნდა იყო. და ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ერთპარტიულ კომისიას. ეხლა წულუკიანი ჩვენ ვერც მოგვატყუებს და ვერც საზოგადოება შეიყო შეცდომაში, რომ თითქოს ეს ეხლა მრავალპარტიული კომისია იყო. ხო ეს ხო ფაქტობრივი ტყუილია. ქართული ოცნების სიით გასული ადამიანები შეიკრიბნენ რადიკალები ქართული ოცნების ფრთის და დაიწყეს საპარლამენტო კომისიის შექმნა. აი ამ სამი არგუმენტთან ერთად ორი სუფთა კონსტიტუციური ტექნიკური არგუმენტია, რომელიც რეგლამენტის გათვალისწინებით, რომელიც არღვევს მათ შორის რეგლამენტს და კონსტიტუციას. ეხლა სამი ხო თქვი შინაარსობრივი, ეხლა ორი ტექნიკური. ტექნიკური არგუმენტი არის ის, რომ საპარლამენტო საგამოძიებო თუ ჩვენ ჩავთვლით რომ ამას უნდა ეფუნქციონირა კომისიაში ის რომ ოპოზიცია არ არის ეს ერთი მეორე საკითხი არის ის რომ ამ კომისიის მანდატი კონსტიტუციით არის გათვალისწინებული და მას არ შეუძლია რაღაც 2003-დან 2050 წლამდე საკითხები იკულიოს კონსტიტუცია და საქართველოს პარლამენტი პირდაპირ ამბობს რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიძლება შეიქმნას კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ერთობლივად ერთნაირად ხედავთ ჩორჩანის საქმეს, TBC ბანკის საქმეს, წინა ხელისუფლების დროს რაღაც საქმეებს, ასევე ვიღაცამ სახლი დაბომბა ვერტფრენა და ამაზე პრეზიდენტის შესაძლო პირდაპირ ბრძანება, ანუ სრული შოუ ფაქტიურად, რომელიც არის დაბალი ხარისხის აი სანახაობის თვალსაზრისით ხომ არ აქვს შექმნილი იმისათვის როდესაც ყავს ელექტორალური განულება აქვს ფაქტობრივად, განულება არა, მაგრამ ძალიან დიდი ვარდნა აქვს. ერთადერთი რაც შეუძლია ქართულმა ოცნებამ ამ ნაწილში ცადა, რომ ის რეალობა, რომელიც იყო სასამართლოებში, სამწუხარო რეალობა პოლიტპატიმრებთან მიმართებაში, ეს გადაეფარა ამ რაღაც შოუთი. საბოლოო ჯამში მე ვიცი რომ ჩვენი საზოგადოება არ დაუშვებს, შეიძლება ამან ზემოქმედება მოახდინა, გავლენა მოახდინა ვიღაცებზე და ეს ლოგიკურიც იქნება, განსაკუთრებით თვითონ ქართული ოცნების ამომრჩეველზე, ამას ემსახურება, რომ ვიღაცების ტკივილები, პერსონალური პირადი ტკივილები გაახსენოს, ხო? ეს ერთი და მეორე საკითხი რაც არის. ეს არის ხო და იმას ვამბობდი, რომ რეგლამენტის და კონსტიტუციის დარღვევა არ შეიძლება ესე საუკუნის დასკვნა დადოს წულუკიანმა და სოზარ სუბარო. უბრალოდ არ შეიძლება. არ არის ეგ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მანდატი და მისი უფლებამოსილება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ვიცოდეთ. საბოლოო ჯამში მე ვიცი რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერების უმრავლესობა არ აპირებს გასაჩივრებას და სწორიც არის, იმიტომ რომ ჯერ ერთი არ აღიარებს ამ პარლამენტს, მეორე ამ გადაწყვეტილებას და ასე შემდეგ. მაგრამ შემდეგი მოწვევის პარლამენტი, რომელიც იქნება ლეგიტიმური და აღიარებული, ამ კომისიის საქმიანობას გააუქმებს, იმიტომ რომ უნდა შედგეს ახლა დასკვნა, უნდა გაკეთდეს თვალსაჩინო დადგენილება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში უნდა გაიგზავნოს პროკურატურას და შესაბამის ინსტანციებს, თუ ამას ჩათვლიან საჭიროდ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შემდეგი მოწვევის პარლამენტი ამ კომისიის საქმიანობის ანულირებას მოახდენს და შესაძლოა საერთოდ ამ კომისიის შექმნის მიზნების და მიზეზის თუ ერთი იყო თუ ბევრი იყო ამის შესწავლა მოახდენოს თუ რას ემსახურებოდა და თავარი დამავიწყდა ერთი წინადადებით და მორჩები სამწუხაროა რომ პირველ ეტაპზე უბრალოდ მიხვდნენ რომ ცოტა ზედმეტი მოსდიოდათ პირველ ეტაპზე საერთოდ ომის საკითხის გადახედვა ხდებოდა თუ ვინ დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი და 2008 წელს რუსეთის აგრესია საქართველოში და საქართველოს ტერიტორიაზე უნდათ გაესაღებინა თვითონ ჩვენ დავესხით ანუ საქართველოს დაესხა საკუთარ მოქალაქეებს თავს ეს ვის ინტერესში შეიძლება იყოს ეს გარდა რუსეთის ფედერაციის ეს შეიძლება იყოს ინტერესში რა თქმა უნდა რუსეთის ფედერაციის და მეორე ეს ინტერესი არის ქართული ოცნების რომელსაც უნდა რომ რუსეთის დახმარებით ანუ ეს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესი როდესაც ჰააგასაც კი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც კი აქვს გადაწყვეტილებები გამოტანილი
2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით და ორივე შემთხვევაში რუსეთი არის გამტყუნებული, ერთი როგორც ომის დამნაშავე და კონკრეტული პირები არიან რუსები, ამის ჩამდენები იდენტიფიცირებული და დამნაშავეები და მეორე, როდესაც უბრალოდ ადამიანის უფლებებთან მიმართებაში არის დარღვევები და ქართველების უფლებების და თავისუფლების დარღვევა დადგინდა. აქ საკითხი არის შემდეგ რამეში, ამ ადამიანებს ამ დათმობით, რუსეთთან თანამშრომლობით უნდათ ხელისუფლების შენარჩუნება. რაც არ უნდა გამოვიდეთ, ვინაიდან ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი და ჩვენი მომავალი თაობების წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა, რის გამოც შეიძლება ჩვენ არა მხოლოდ სახელმწიფოებრიობა, არამედ ჩვენი ქვეყნის და მომავალი თაობების იმედიც კი ჩავკლათ. ან როგორც სახელმწიფო კი არ ვარსებოდეთ, იმედიც კი ჩავკლათ იმისა, რომ ამ სახელმწიფოში იქნება ეს სახელმწიფოდ იქნება საერთოდ და მას ექნება დამოუკიდებელი სუვერენული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა. კი ბატონო, მთელს ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი ისევ სასამართლოს რომ დაუბრუნდე გადაცემის ფორმატიდან და შინაარსიდან გამომდინარე, მთელს ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ექნებოდა სასამართლოს ის რომ იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, ხო? ჩვენ გვაქვს ნამუშევარი იმ რეფორმაზე, რომელიც უნდა ჩატარებულიყო სასამართლოში კოალიციური მმართველობის პირობებში. ორჯერ იყო მცდელობა სასამართლოში ეგრეთ წოდებული რეფორმის ჩატარების, თუმცა ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ერთი და იგივე ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში ჩადიოდნენ იგივე უკანონობებს, დღეს უკვე მართავენ და პატაკებს აბარებენ, ასე ვთქვათ, ამ მიტაცებული ხელისუფლების მიმტაცებელ პირებს, ხო? ივანიშვილს და მის ქართულ ოცნებას. რა პოზიტიურ ნაწილში რომ დავასრულოთ, უბრალოდ მინდა რა ხედვა გვაქვს სასამართლოსთან მიმართებით და რატომ არის მნიშვნელოვანი რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი. სასამართლოს დამოუკიდებლობა არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუ რომელიმე ხელისუფლება მომავალში გადაწყვეტს რომ მიიტაცოს ხელისუფლება ერთი მხრივ, მეორე მხრივ უგულველყოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უფლებები და თავისუფლებები და უხეშად ჩაერიოს მასში და მესამეს მხრივ სრული უკონტროლება და ასე ვთქვათ ერთპიროვნულობა გამოაჩინოს გადაწყვეტილებებში, რომელიც ეხება სახელმწიფოს საკითხებს. ეს შეზღუდოს უნდა სასამართლომ. ანუ მოქალაქეებს უნდა გაუჩნდეს განცდა და რწმენა იმისა, რომ თუ მომავალი ხელისუფლება რამეს დააშავეს, მას ეყოლება ისეთი სასამართლო, რომელიც შეზღუდავს შეაჩერებს მის გადაწყვეტილებებს, რაც თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოებში ხდება, ხო? მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია და ახალი პრეზიდენტი ჰქონდა მნიშვნელოვანი რეფორმები განსაკუთრებული, რომელიც მიიჩნია ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოებმა, როგორც ფედერალურ დონეზე, ასევე სხვა დონეზე, მიიჩნია, რომ ეს იყო უფლებამოსილების გადამეტება და შეაჩერა ან საერთოდ გააუქმა ეს გადაწყვეტილებები. და ეს ხდება ევროპის სახელმწიფოებში და ასე შემდეგ. რა უნდა გაკეთდეს? აუცილებლად უნდა მოხდეს პირველ რიგში მართლმსაჯულების რეფორმა, უნდა განხორციელდეს, რომელიც დაწყებული იქნება იუსტიციის უმაღლეს საბჭოდან, დასრულებული უშუალოდ სასამართლოთი, მათ შორის პროკურატურათი და აქ არ მინდა გამორჩეს ადვოკატები და ადვოკატთა უფლებები და ინტერესები. უნდა გაძლიერდეს ადვოკატების ინტერესები და უფლებები, უფრო მეტად დაცულები უნდა იყვნენ, უფრო მეტი პასუხისმგებლობაც უნდა გქონდეთ. უნდა შეიცვალოს მათ შორის ახლა ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება და გემოვნებაზე არ ვიდავებ, მაგრამ ძალიან კარგი ახალი თაობის ადვოკატებია, შენი კოლეგები, ჩვენი კოლეგები, მეგობრები და ასე შემდეგ და მათ უნდა მიეცეს იმის შესაძლებლობა მართლა შეეძლოთ ადამიანების უფლებების დაცვა. ეს ერთი აუცილებელია ვეტინგი, ანუ ვეტინგი, რომელსაც გულისხმობს მოსამართლეების, ეგრეთ წოდებული ვეტინგი, რომელიც გულისხმობს მოსამართლეების კეთილსინდისერების დადგენას და ის 30-40 და მეტი არ არიან. ერთი და იგივე მოსამართლეებია. სასამართლოების ადმინისტრაციაში ასევე ერთი და იგივე მოსამართლეები სულ არიან 30-დან 40-მდე. მათი კეთილსინდისერების შემოწმება უნდა მოხდეს. იღებდნენ თუ არა პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს, ეს ერთი. კორუფციულ გარიგებაში იყვნენ თუ არა, ეს მეორე. მათი კეთილსინდისერება და კომპეტენცია შეესაბამება თუ არა იმას, რასაც ისინი აკეთებენ, ეს მესამე და მეოთხე. თუ არ ახდენდა ზემოქმედებას მათზე ვინმე. შეიძლება ადამიანი იყოს კვალიფიკაცია მას ჰქონდეს შესაბამისი, მაგრამ თავის გადაწყვეტილებებში არ იყოს დამოუკიდებელი. სხვადასხვა მიზეზით, ხო? მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს არგუმენტაციაც არსებობს. და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ამ მოსამართლეებს ჩვენ მივცემთ შესაძლებლობას, რომ დაეხსნა სისტემას, იმიტომ რეფორმა სწრაფად იქნება ჩასატარებელი და ჩვენ მათ ესე ვთქვათ სიმდიდრესთან დაკავშირებით, ამ კორუფციული გზებით, არა, ჩვენ შევეშვებით.
ძალიან მარტივად რო ვთქვათ. ოღონ მართლმსაჯულების სისტემა და სასამართლო ხელისუფლება სწრაფად უნდა გავანთავისუფლოთ. სწრაფად უნდა გავანთავისუფლოთ ისეთი ადამიანებისგან, რომელიც მათე დევიძეს და სხვა პოლიტპატიმრებს უსამართლოდ და უკანონოდ უსჯის უსამართლოს ასჯერებს. და აქ მარტო შურიძიება, ბრაზი, წენა და ასე შემდეგ კი არ არის საზოგადოებაში. დღეს ონისე ცხადაძემ თქვა, რომ ონისე ცხადაძემ თქვა, ძალიან საინტერესო სიტყვა ქონდა და თქვა, რომ მე ერთადერთი რამ მომძრავებს, რომ კანონის გზით დაისაჯოთ. და ეს არის სახელმწიფოები, აი ეს სიტყვა გადაწონის ყველა იმ მოსამართლის გადაწყვეტილებას განაჩენს თუ პროკურორის მტკიცებულებებს, იმიტომ რომ კანონმა უნდა მოგცეს შესაძლებლობა, რომ შესაძლო დამნაშავე კანონმა და კანონით უნდა გადაწყვიტოს და კანონის ფარგლებში ასევე უნდა მიეცეს თავდაცვის უფლება, რაც დღეს ძალიან ბევრს ჩამორთმეული აქვს რეჟიმის პატიმრებთან მიმართებით მაგ საუბარი და აქ უბრალოდ იმის თქმა მინდოდა წეგანი გაწყვეტინებდი, რომ განა ეს მოსამართლეები, ანუ ეს რეფორმა მნიშვნელოვანია არა ჩემთვის, შენთვის, არა მთლიანად საქართველოსთვის, იმიტომ რომ განა ეს მოსამართლეები, როგორც კი ხელისუფლების ცვლილება მოხდება, გადმოწყობას არ შეეცდებიან, მაგრამ არ სჭირდება ამ ქვეყანას ისეთი სასამართლო, რომელიც სხვადასხვა ხელისუფლებების მოეწყობა და კანონის უზენაესობას და მართლმსაჯულებას ქვეყანაში არ უზრუნველყოფს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანაში ყავდეს დამოუკიდებელი სასამართლო, რომ ამ პირობებში უკვე ადამიანები კანონის წინაშე იქნებიან თანასწორნი და არავის აღარ ექნება იმის ილუზია არც ერთ ხელისუფალს და შესაძლებლობა, რომ ასეთი რეპრესიები ატაროს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ამიტომ აუცილებელია მათ შორის პოლიტიკურ ელიტაში თუ კლასში თუ ასე შემდეგ გადახალისება და ახალი თაობის ადამიანების წინაპლანზე კვალიფიციური კეთილსინდისელი პატრიოტი ადამიანების და პოლიტიკოსების წინაპლანზე წამოწევა, ვისაც არ აქვს იმის გამოცდილება, რომ ვიღაცები გადაიბაროს და გადმოიბაროს. ეს არის ამაში ვარ ხმად დარწმუნებული, რომ ამ ადამიანებს არ გაუჩნდეთ განცდა. ანუ ფიქრი და ის კი არა, დაშვების დონეზეც კი არ დაუშვან, რომ ისინი ვიღაცასთან დალაგდებიან. დამლაგებლებს და მაგათ ერთად უნდა მოვთხოვოთ პასუხი, სხვაგვარად ამ ქვეყანაში არ მოხდება კონსტიტუციური სამართლებრივი წესრიგის დამყარება და დღეს კონსტიტუციური სამართლებრივი წესრიგი არ არსებობს. კონსტიტუცია არის ფორმალური, ისედაც არ გვაქვს კარგი კონსტიტუცია ჩემი აზრით და არ გამოხატავს ქართული ხალხის ნებას. იმიტომ რომ კონსტიტუცია პირველ რიგში არის ხალხის სამართლებრივი და პოლიტიკური აქტი, არ გამოხატავს ქართული ხალხის ნებას და ეს ერთი და მეორე. რეალურად რასაც უნდა აკეთებდეს სასამართლო, იმას არ აკეთებს. უნდა ზღუდავდეს ხელისუფლებას და სახელმწიფოს ადამიანის უფლებების ჩარევაში ზედმეტი არ მოუვიდეს და პირიქით ზღუდავს ადამიანებს და უზღუდავს მას უფლებებს და თავისუფლებას. თავისუფლებას მათ შორის და კიდევ ბევრ სხვას. მადლობა თენგო დიდი სტუმრობისთვის, საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა. მაყურებელს და მსმენელს კი დავემშვიდობები მომავალ პარასკევამდე. ყოველ პარასკევს 4 საათზე უყურე მარიკა არევაძის საავტორო გადაცემას უსამართლო სასამართლო.